მოგესალმებით, როგორც პირველ ვიდეოში უკვე მოგახსენეთ, 2025 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელიც 2026 წლიდან ეტაპობრივად შევა ძალაში. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ და ამ გზით ხელი შევუწყოთ დანაშაულის პრევენციას. სწორედ ამიტომ დღევანდელ ვიდეოში განვიხილოთ 2026 წლის 1 იანვრიდან კანონში ძალაში შესული ცვლილებების ჩამონათვალე. ახალი კანონმდებლობის მიხედვით ცხოველის მეპატრონე 1 იანვრიდან ვალდებულია ცხოველის ავადობის შემთხვევაში ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში. დაკბენა დაკაცვა დადობლის შემთხვევაში უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად. საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება, აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი და ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობა იწევს ადმინისტრაციულ დაჯარიმებას და უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველის ყოლა გარკვეულ პასუხისმგებლობასთან და ვალდებულებებთან ასოცირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ თვალიადევნოთ ჩვენ შემდგომ ვიდეოსაც, სადაც უკვე გაგაცნობთ 2026 წლის 1 ივლისიდან ძალაში შესულ ცვლილებებს, რათა შეხვდეთ კანონს მომზადებული.